მაგრამ ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ დავით ხომერიკის სასამართლო პროცესიც გადაიდო 8 აგვისტომდე, თუმცა შუამდგომლობით თავად ხომერიკის ადვოკატმა მიმართა მოსამართლე გალუსტაშვილს, რომ უნდა შეათანხმოს პოზიციები მის დასაცავ-პირთან რა სიტყვის დასკვნით ხდომაზე, თავად ბრალდებული სტატუსის მქონე სინდისის პატიმარი შესაბამისად მოითხოვა, რომ ამისთვის ჭირდებოდა დრო, თავად არ უსარგებლია დასკვნითი სიტყვით და 8 აგვისტოს სავარაუდოდ იქნება ადვოკატს მოკლე დასკვნითი სიტყვა, ამის შემდეგ უკვე სიტყვა-სიტყვის ბრალდებული სტატუსის და თავად დავით ხომერიკი და ამის შემდეგ უკვე მოსამართლე გალუსტაშვილი გავასათათბიროთ, სავარაუდოდ იმ დღეს უნდა გამოაცხადოს მან გადაწყვეტილება ამ საქმეზეც. კიდევ ერთი საქმე გადადო დღეს მოსამართლე გალუსტაშვილმა, ისიც 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს უკვე ხელს ნამდვილად აღარაფერი შეუშლის მოსამართლე გალუსტაშვილს იმისთვის, რომ გამოაცხადოს დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე განაჩენი. დღეს უნდა ესარგებლათ სინდისის პატიმრებს საბოლოო სიტყვით ამისთვის სპეციალურად მოვიდა თემურ ზასოხაშვილი სასამართლოს ხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობა არ უწყობდა ამისთვის ხელს და თითქმის ბოლო 7 პროცესი ის არ დასწრებია მის საქმეზე გამართულ ხდომებს, დღეს საგანგებოდ იმისთვის მოვიდა, რომ ესარგებლა საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა, გადადოს ხდომა და უთხრა, რომ 8 აგვისტოს დაასრულებენ ბრალდებულები მათ სათქმულს და ამის შემდეგ ის უკვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. ზასოხაშვილ ლომიძეს საგამოძიებო უწყება ედავება პოლიციელზე თავდასხმას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მუხლი, რომლითაც მათ ედავებიან, თუმცა როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმეზე ამ დრომდე არ გამოკვეთილა არანაირი პირდაპირ მტკიცებულება. პროკურორი პრაქტიკულად ვერ მოვიდა მომზადებული ვერთა სასამართლოს ხდომაზე, ვერ მოიყვანა ვერც ერთი მოწმე, რომელიც პირდაპირ ჩვენებას მიცემდა ბრალდებულების წინააღმდეგ, უფრო მეტიც ადვოკატები დღეს საბოლოო სიტყვაში აპელირებდნენ იმაზე, რომ ყველა მოწმემ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მიცა და ასევე საქმე ჰქონდა ცრუ ჩვენებასთანაც არაერთ პროცესზე მოწმე პოლიციელების მხრიდან. ამაზე აპელირებდნენ ისინი, მიუთითებდნენ მოსამართლეს, რომ ეხელმძღვანელა სამართლებრივად გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაეთვალისწინებინა ყველა ეს გარემოება. რეგისტრირებული განწყობები და ამართლებელი განაჩენი უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებები, რომელიც უშუალოდ ადასტურებენ, რომ თემურ ზასოხაშვილს და დავით ლომიძეს მიერ არის ეს დანაშაული ჩადენილი, არ არსებობს. ერთადერთი არის მარტო ფოტოსურათი ამოწმების ოქმი და ეს ფოტოსურათის ამოწმების ოქმი არის დარღვევით ჩატარებული. ამ ფოტოსურათზე წარდგენილია ფოტოსურათები, სადაც ეს უშუალოდ რომლებიც განიხილებიან, რომ დანაშაულები არიან წვერები წარდგენილი, ხოლო დანარჩენი სხვა პირები, რომლებიც არიან ამ ფოტოსურათებზე, არიან დაპარსული. პირდაპირ მიმანიშნებელი არის ეს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მსგავსი ქმედება და გამორიცხავს დანაშაულს კი არა, როგორც მტკიცებულების ნაწილში განსახილვად გამორიცხავს. არ შეიძლება რომ გათვალისწინოთ იქნას როგორც მტკიცებულება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების 90% საერთოდ არანაირ შემხებლობაში არ იყო იმ ბრალდებასთან მიმართებით, რასაც ჩვენ დაცვის ქვეშ ყოფებს ედავებოდნენ. სასამართლოს არ აქვს ის მინიმალური სტანდარტიც კი, ხელოვნებაში მაქვს 2 პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც შეიძლება გამომტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად. მიუხედავად ამისა, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო იქნება მიკერძოებული და გაატარებს ამ შემთხვევაში ხელისუფლის დაკვეთას. დავით ხომერიკს სასულიერო პირის შვილს საგამოძიებო უწყება ედავება მოლოტოვის კოქტეილის სროლას სამართალდამცველზე. ამ საქმეზე, რაც ამ დრომდე ვნახეთ, არიან მხოლოდ მოწმე პოლიციელები, რომლებიც იძლევიან ჩვენებებს, თითქოს მათ დაინახეს კონკრეტულად ბრალდებული სტატუსის მქონე სინდისის პატიმარი, რომელიც ისროდა გაურკვეველი მიმართულებით ნივთს. თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულებად ვიდეოკადრი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად დავით ხომერიკი იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, ნამდვილად ის იყო პირი, რომელიც ისროდა გარკვეულ საგანს პოლიციელების მისამართით. არ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნას არ დაუდასტურებია, არანაირი თითის ანაბეჭდი იმ ნივთზე მტკიცებულებაზე, რომელიც საგამოძიებო უწყებამ ჩადო ამ საქმეში. საინტერესოა ახლა რას გაითვალისწინებს, რითი ხელმძღვანელებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მის წინააღმდეგ, მასაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმ მუხლით, რომელსაც საგამოძიებო უწყება ედავება 8 აგვისტოს ორივე საქმეზე განაჩენი უნდა გამოაცხადოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, თუმცა მასია დამოკიდებული რას იზავს ის 8 აგვისტოს.